მოგესალმებით, დღეს ვიმყოფებით გურჯაანში, ვაჟარუაძის მეურნეობაში და ვისაუბრებთ ატმის ყვავილობის პროცესზე და იმ მნიშვნელოვან ფაქტორებზე, რომლებიც ამ პერიოდში არის გასათვალისწინებელი. ატმის ყვავილობა განსაკუთრებული პერიოდია, რომელიც იწყება ადრეულ გაზაფხულზე. ამ დროს ყვავილები ყველაზე მგრძნობიარეა გარემო პირობების მიმართ, როგორიც არის ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა და ტენიანობა. სწორედ ეს ფაქტორები ქმნის იდეალურ გარემო პირობებს ისეთი სოკოვანი დაავადებების განვითარებისთვის, როგორებიცაა მონილიოზი და ბოტრიტისი. სოკოვანი სპორები ვრცელდება ქარის, წვიმის და მწერების მიერ. ყვავილობის პერიოდში შეჭრილი სპორა იზრდება, წარმოქმნის მიცელიუმს, რომელიც შემდგომ ვითარდება და მცენარეს ართმევს მისთვის საჭირო საკვებ ელემენტებს. ამის შემდგომ კი ხდება დაავადების სიმპტომების გამოვლინება. ყვავილობის პერიოდში შეჭრილი ნაყოფის სიდამპლის გამომწვევი სოკოვანი დაავადებები ხშირ შემთხვევაში თავს იჩენს სიმწიფის დაწყებისას. იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ნაყოფის სიდამპლის გამომწვევი სოკოვანი დაავადებების კონტროლი, ყვავილობის პერიოდში ვიყენებთ ჰერკულესს და კაპტანს. ჰერკულესის შემცველობაში შედის ორი სისტემური მოქმედების ნივთიერება, ციპროდინილი და ბოსკალიდი. ეს ნივთიერებები სწრაფად აღწევს მცენარის ქსოვილებში და თრგუნავს პათოგენის უჯრედში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს. გარდა ამისა, ჰერკულესი კარგად მოქმედებს დაბალი ტემპერატურის პირობებშიც. ხოლო კაპტანი მოქმედებს კონტაქტურად, ქმნის დავცავ ფენას მცენარის ზედაპირზე და იცავს პათოგენური სოკოების შეჭრისგან. განსხვავებული ჯგუფის ნივთიერებების გამოყენება ამცირებს რეზისტენტობის რისკს. თუ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ვიდეო, გამოიწერეთ ბარაქას YouTube და Facebook გვერდები. გისურვებთ უხვ და ბარაქიან მოსავალს.